დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. სტაფილოკოკი. სტაფილოკოკი არის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ინფექციები ადამიანის ორგანიზმში. ეს ბაქტერიები ფართოდ არის გავრცელებული გარემოში და ხშირად გვხვდება ადამიანის კანზე და ლორწოვან გარსებზე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სტაფილოკოკის არსებობა ყოველთვის არ იწვევს დაავადებას, თუმცა გარკვეულ პირობებში მათ შეუძლიათ ინფექციის გამოწვევა. გამომწვევი მიზეზები. კონტაქტი. სტაფილოკოკური ინფექცია ხშირად ვრცელდება პირდაპირი კონტაქტით ინფიცირებულ ადამიანთან ან დაბინძურებულ ზედაპირებთან. დაზიანებული კანი. კანის დაზიანება, ჭრილობები, ნაკაწრები და დამწრობა შეიძლება იყოს შესასვლელი კარიბჭე ბაქტერიებისთვის, რაც ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას. იმუნიტეტის დაქვეითება. დასუსტებული იმუნური სისტემა ზრდის სტაფილოკოკური ინფექციის განვითარების რისკს. სამედიცინო პროცედურები. სამედიცინო პროცედურების დროს, როგორიცაა ქირურგიული ჩარევები, კათეტერიზაცია ან ინტრავენური ინფუზიები, შეიძლება მოხდეს ორგანიზმის ინფიცირება. ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება. ანტიბიოტიკების არარაციონალურმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული სტაფილოკოკების გავრცელებას, მაგალითად, მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი. სტაფილოკოკური ინფექციების სიმპტომები. სტაფილოკოკური ინფექციების სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ინფექციის ტიპისა და ლოკალიზაციის მიხედვით. კანის ინფექციები. ფურუნკულები და კარბუნკულები, ტკივნეული, ჩირქოვანი გამონაყარი, რომელიც შესაძლოა იყოს წითელი, შეშუპებული და ახლდეს ტკივილი. იმპეტიკო, ზედაპირული კანის ინფექცია, რომელიც ხასიათდება წითელი ბუშტუკებით, რომლებიც სკდება და წარმოქმნის თაფლისფერი ქერქით დაფარულ დაზიანებებს. ცელულიტი, კანის და ქვედა ქსოვილების ინფექცია, რომელიც ვლინდება სიცითლით, შეშუპებით, ტკივილით და სიცხით. ფოლიკულიტი, თმის ფოლიკულების ინფექცია, რომელიც ვლინდება წითელი მუწუკებით, ზოგჯერ ჩირქით. სისხლის ინფექციები, ბაქტერიემია და სეფსისი. მაღალი სიცხე. შემცივნება. გულისცემის აჩქარება. სუნთქვის გაძნელება. თავბრუსხვევა და დაბნეულობა. სეფსისის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ორგანოების უკმარისობა და შოკი. პნეუმონია. ხველა, შესაძლოა ნახველით. სუნთქვის გაძნელება. ტკივილი გულმკერდის არეში. მაღალი სიცხე და შემცივნება. ოსტეომიელიტი, ძვლების ინფექცია. ტკივილი ძვლებში. შეშუპება და სიცითლე ინფექციის ადგილას. მაღალი სიცხე და შემცივნება. ენდოკარდიტი, გულის სარქველების ინფექცია. გულის შუილი შეიძლება იყოს ახალი ან გაუარესდეს. დაღლილობა. სუნთქვის გაძნელება. მაღალი სიცხე და შემცივნება. ღამის ოფლიანობა. სტაფილოკოკური ინფექციების მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, სიმძიმესა და ბაქტერიის ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობაზე. ანტიბიოტიკები. პერორალური ანტიბიოტიკები გამოიყენება კანის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს. ხშირად გამოიყენება დიკლოქსაცილინი, ცეფალექსინი, კლინდამიცინი და ტრიმეტოპრიმსულფამეტოქსაზოლი. ინტრავენური ანტიბიოტიკები საჭიროა მძიმე ინფექციების, სეფსისის, ოსტეომიელიტისა და ენდოკარდიტის დროს. ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკებია ვანკომიცინი, ლინეზოლიდი, დაპტომიცინი და ცეფალოსპორინები. ჭრილობების დამუშავება. ჩირქოვანი გამონაყარის დრენირება და გაწმენდა. ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება. სტერილური სახოების გამოყენება. სიმპტომური მკურნალობა. სიცხის დამწევის საშუალებები. ტკივილგამაყუჩებლები. დამატებითი სითხის მიღება დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. მედიკამენტები, ზოგადი ჩამონათვალი. პენიცილინები, დიკლოქსაცილინი, ოქსაცილინი. ცეფალოსპორინები, ცეფალექსინი, ცეფაზოლინი, ცეპტრიაქსონი. კლინდამიცინი. ტრიმეტოპრიმსულფამეტოქსაზოლი. გლიკოპეპტიდები, ვანკომიცინი. ლინეზოლიდი. დაპტომიცინი. ტეტრაციკლინები, დოქსიციკლინი გამოიყენება ზოგიერთ შემთხვევაში. ანტიბიოტიკების გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულებით, რადგან თვითმკურნალობა შეიძლება საშიში იყოს და ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების გავრცელებას. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ტიპზე.
პრევენციული ზომები. ხელების რეგულარული დაბანა. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, განსაკუთრებით ჭამის წინ, ტუალეტის გამოყენების შემდეგ და ავადმყოფებთან კონტაქტის შემდეგ. სამედიცინო პროცედურების დროს სტერილობის დაცვა. სამედიცინო პერსონალმა უნდა დაიცვას სტერილობის წესები სამედიცინო პროცედურების დროს, რათა თავიდან აიცილოს ინფექციის გავრცელება. ჭრილობების სწორი დამუშავება. ნებისმიერი ჭრილობა ან ნაკაცრი უნდა გაიწმინდოს ანტისეპტიკური ხსნარით და დაიფაროს სტერილური სახვევით. იმუნური სისტემის გაძლიერება. ჯანსაღი ცხოვრების წესის სწორი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და სტრესის მართვა ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. თავიდან აიცილეთ ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტი, მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ სტაფილოკოკური ინფექცია, განსაკუთრებით ღია ჭრილობებით. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.